მიგრაციული ნაკადებით გამოწვეული ბუმის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ერთგვარად ნორმალიზაციის ფაზაში შედის. სხვადასხვა პროგნოზით ქვეყანა მომავალ წელს სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს. 2025 წლის მთავარი გამოწვევა დაჩქარებული ინფლაცია იყო. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილ პოლიტიკას აგრძელებდა და ფასების ზრდის მოსათოკად რეფინანსირების განაკვეთს კვლავ მაღალ ნიშნულზე ტოვებდა. წელი გამორჩეული იყო სტაბილური ლარის კურსითაც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული რყევების შემდეგ ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება არ აღნიშნულა. მთლიანობაში როგორი იყო საქართველოსთვის 2025 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრების შეჯამებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკა მოგესალმები, დავიწყებ 2025 წლის შეჯამებით და 2025 წლის დასასრულს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2026 წლის მოლოდინები საკმაოდ საინტერესო სურათს ქმნის. ეს პარამეტრები უახლოვდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბუნებრივ დონეს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინსტიტუტები ელიან, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს საშუალოდ 5.5% ფარგლებში გაიზრდება. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი ასეთია, მთავრობა 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, ეროვნული ბანკი 7.9%-იან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც 7.2%-ის ფარგლებშია, რაც შეეხება მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და ასევე EBRD-ის პროგნოზებს, მათი გათვლებით ზრდა 7% იქნება. ეკონომიკური ზრდის მოლოდინები ბუნებრივია, კვლავ რეგიონში არსებულ ვითარებასთანაა დაკავშირებული. წელი ისე იწურება, რომ ჯერ ისევ არაა გამოკვეთილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძირითადი კონტურები, თუმცა ამ მხრივ პროგნოზები მაინც დამაიმედებელია, თუმცა ომის დასრულების სცენარი ქვეყნიდან სავალუტო ნაკადების გადინებასაც ბუნებრივია მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი პერიოდში ნეგატიური ფაქტორი იქნება და ეს პარამეტრები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ. მთავარი გამოწვევა მაინც რა იყო მთელი წლის განმავლობაში და აქ საინტერესო არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ ის თუ როგორ რეაგირებდნენ შესაბამისი უწყებები შემდგომ უკვე აი ამ გამოწვევებზე. იმ ადამიანის გადმოსახედა, რომელიც ამას მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდი, როგორი სურათია წლის ბოლოს. რა თქმა უნდა, მაიკო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და უნდა აღვნიშნოთ ის, რომ წლის მთავარი გამოწვევა მაინც ინფლაცია, ანუ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა იყო. მართალია 2023 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იყო, თუმცა 2025 წლის მარტიდან ინფლაციამ ეროვნული ბანკის მიერ თარგეტირებულ ნიშნულს გადააჭარბა და ოქტომბერში უკვე წლის ყველაზე მაღალ 5.2%-იან ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასების ზრდის დონე მთელი წლის განმავლობაში აღმავალი ტემპით გამოირჩეოდა და მაშინ, როცა ევროპის ცენტრალური ბანკი და ამერიკის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს ამცირებდნენ, ინფლაციური წნეხის გამო ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში კვლავ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს ინარჩუნებდა. წლის დასასრულს კი საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი, როგორც იცით, 8%-ის ფარგლებშია. ასევე გეტყვით, რომ ფედისა და ECB-ის საპროცენტო განაკვეთები 3.75%-ისა და 2%-ის ფარგლებში მერყეობს. ანალიტიკოსები კი მომავალი წლისთვის საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებენ. ამ ფონზე საინტერესოა დაუშვათ საქართველოს საფინანსო სექტორის მაჩვენებლები, ორი მიკრობანკის გამოჩენა ბაზარზე და მთლიანობაში როგორი ტენდენცია იყო საფინანსო სექტორში და წლის ბოლოს რა დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს. დავიწყებ ფინანსური მაჩვენებლების შეჯამებით და 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა. 10 თვეში ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დააგენერირეს, საიდანაც მოკრძალებული წვლილი ბუნებრივია ბაზარზე ახლად გამოჩენილი მიკრობანკებისაცაა. მიკრობანკი კრისტალის მოგება 10 თვეში 14 მილიონი, ხოლო MBC-ის 6 მილიონი ლარი იყო. ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი კი 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით 79 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაზრდილი და ამ სესხებიდან 27 მილიარდი ლარი მოდის ფიზიკურ პირებზე, 25 მილიარდი კორპორატიულ სექტორზე, 11 მილიარდი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორზე და 9 მილიარდი ლარი უკვე მიკრობიზნესზე. აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კაპიტალის ბაზრის ტენდენციები. ეს არის წელი, როდესაც კაპიტალის ბაზარზე ვხედავთ იმაზე მეტ აქტიურობას, ვიდრე მთელი ამ დანარჩენი წლები
წლების განმავლობაში. საბოლოო წლის ბოლოს როგორ შეგვიძლია შევაფასოთ კაპიტალის ბაზარზე არსებული სურათი? ნამდვილად დაგეთანხმები იმაში, რომ მიმდინარე წელი კაპიტალის ბაზრისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო და შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სტრუქტურული მომწიფებისა და ზომიერი ზრდის წელი. მართალია ბაზარი ჯერ კიდევ ვერ უწევს სერიოზულ კონკურენციას საბანკო სექტორს, როგორც დაფინანსების ძირითად წყაროს, თუმცა 2025-ში გამოიკვეთა უკვე ტენდენციები, რომლებიც სისტემის ხარისხობრივ ცვლილებაზე მიუთითებს. წლის განმავლობაში განხორციელდა უპრეცედენტო რაოდენობის ადგილობრივი ობლიგაციების ემისია, ძირითადი ემიტენტები კი ამ შემთხვევაში იყვნენ საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ბუნებრივია ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე დეველოპერული კომპანიები და ენერგეტიკული სექტორი. ძალიან დიდი მადლობა. ქრისტინე გამთენაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში და ჩვენ ვაჯამებთ წლის ეკონომიკურ ტენდენციებს.